ნაცნობი და უცნობი ნაპოლეონი ხელოვნების მუზეუმში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ უკეთ გაიცნონ ნაპოლეონ ბონაპარტეს ცხოვრება და მოღვაწეობა. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ სკოლას შეუძლია. ღონისძიებები ნაპოლეონის დარბაზში იმართება. ჩვენ შევეცადეთ, რომ რამდენადაც უწოდეთ უცნობი, ნაცნობი და უცნობი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ესე იგი ისეთი ფაქტები მოგვეყოლა მოსწავლეებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ნაკლებად არის ცნობილი საერთოდ. ეს არის ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან, მისი უშუალოდ მეუღლე, გარემო ხელოვნებაზე გვინდოდა აქცენტი გაგვეკეთებინა და ეს არის ნაპოლეონის ეპოქა, სტილი, რომელსაც ამპირის სტილი ეწოდება. ეს პროექტი არის ძალიან საინტერესო, რადგან შეიძლება ბევრი ახალი რამის გაგება, როგორც თქვა, მე არ ვიცოდი, რომ ნაპოლეონი ერთ დროს იყო იტალიის მეფე. მე გავიგებ, რომ იგი 24 წლისა უკვე იყო საფრანგეთის გენერალი, ხოლო 34 წლისა იგი იყო უკვე საფრანგეთის იმპერატორი.